მოგესალმებით, თქვენ უყურებთ რეგიონის დღის მთავარ ამბებს. ქრთამის აღებაზე ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ დილისკაში მერის წარმომადგენელი დააკავეს. ინფორმაციას საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, დილისკაში ქართული ოცნების პარტიიდან მერის მელქონ მაკარიანის წარმომადგენელმა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოშობის შესახებ ყალბი ცნობის გაცემის სანაცვლოდ ქრთამი აიღო. ამავე წყაროს ცნობით პირმა ჯამში 3 ყალბი ცნობა გასცა. რისის საშუალებითაც 25 ტონა კარტოფილს, ჯამში კი 75 ტონას მაღალ ფასში გაყიდიდნენ. ცნობის სანაცვლოდ დაკავებულმა 6000 ლარი აიღო. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ახალქალაქის მერის წარმომადგენელს 6-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება. ჩვენ ახალქალაქის მერთან მელქონ მაკარიანთან დაკავშირება ვცადეთ, თუმცა მისი ტელეფონი გამორთულია. ჩვენს ზარებს არ პასუხობს არც საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური. როგორც შევთანხმდით, როგორც ვილაპარაკეთ, ასე იქნება, ხო იგია? რამდენი ფულის ის უნდა მოვაკეთოთ? 2-3 რამდენი? ჯერჯერობით 2 ან 3. Раудеримо მე მეტია. Крузи ბევრია, უბრალოდ ჯერ вообще не сколько хочешь грузить фуру. Посмотри там, как теория около муниципалитета, მცხოვრებს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ დილისკაში აქვს მიძის ნაგვეთი ჰინგ 5 გექტარი და თესავს კარტოფილს. ამჟამად მას აქვს 25 ტონა კარტოფილი. უნდა გითხო, ანუ რაც ვილაპარაკეთ, ხო? არაფერი არ შეცვლილა. თანხაზე თითო ფურაზე 2000 ლარი. როგორც მითხარი, ხო იგივე? 3 ფულეს გავაკეთებთ, 6000 ლარს მოგცემთ. 4-ს გავაკეთებთ, 4000 მოგცემთ. Организовали я документы, короче, подготовлю, печать все делаю. ის თვითონ მაგის გამო ვიყიდე, ხო იგივე? Я фамилия оставим, что я сейчас напишу. Шоцизмо. ეს 40. საქართველოში ადგილობრივ არჩევნებს, რომელიც 4 ოქტომბერს გაიმართა, 29 ყალბი დამკვირვებელი აკვირდებოდა. იმისათვის, რომ ქართულ ოცნებას დახმარებოდნენ არჩევნების ლეგიტიმურობის ილუზიის შექმნაში. ამის შესახებ საუბარია დემოკრატიული არჩევნების ევროპული პლატფორმის ანგარიში, რომელიც გუშინ 15 ოქტომბერს გამოქვეყნდა. ორგანიზაციაში მიუთითებენ, რომ ყალბი დამკვირვებლები ძირითადად ევროპული ქვეყნებიდან იყვნენ და მათი განცხადებები ერთმანეთთან კოორდინირებულად გამოიყურებოდა და ემყარებოდა საერთო პოლიტიკურ გზავნილებს. არჩევნების ოფიციალური პროცესის მხარდაჭერა, დასავლური ინსტიტუტებისა და მედიების კრიტიკის გადატანა, მმართველი პარტია, ქართული ოცნების სასარგებლო ნარატივების გაძლიერება. გარდა ამისა, მითების დეტექტორმა დღეს გამოაქვეყნა კვლევა, სადაც გაანალიზებულია თუ ვინ აკვირდებოდა რეალურად ადგილობრივ არჩევნებს საერთაშორისო დამკვირვებლების ამპლუაში. მათ შორის იყვნენ დამკრძალავი ბიუროს ხელმძღვანელი, კონსპიროლოგი, ანტიგლობალისტი და ასე შემდეგ. საკითხთან დაკავშირებით ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში კომენტარს არ აკეთებენ. საქართველოში ადგილობრივი არჩევნები პროტესტისა და ოპოზიციური პარტიების უმეტესობის ბოიკოტის ფონზე გაიმართა.
ქართველი მოდელი მატილდა გვარლიანი სოფლიო მოდის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟული მოდის ხაზის ვიქტორია სეკრეტის 2025 წლის შოუზე გამოვიდა. იგი პირველი ქართველი მოდელია, რომელმაც სეკრეტის ჩვენებაში უკვე მეორედ მიიღო მონაწილეობა. პირველად გვარლიანი ადრიანა ლიმასთან, ჯიჯი ჰადიდთან, ალესანდრა ამბროსიოსთან და სხვა მოდის ვარსკვლავებთან ერთად პოდიუმზე 2024 წელს გამოვიდა. ეს იყო ჩვენს ხელთ არსებული დღევანდელი ბოლო ინფორმაცია. მეტი და დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენ ვებ და Facebook გვერდს. გმადლობთ რომ გვიყურებთ. ხვალამდე.